საღამო მშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, დღეს ერთად შევასრულებთ ვარჯიშების კომპლექს მხედველობის გასაუმჯობესებლად. იქნება ორი სახის ვარჯიში. ერთი მათთვის, ვისაც შორს მხედველობა აქვს, მეორე კი მათთვის, ვისაც ახლო მხედველობა აქვს. ანუ ისინი ვინც? და მოკლედ რო ვთქვათ, განვიხილავთ რა უნდა გავაკეთოთ ორივე შემთხვევაში და შევასრულებთ ორ ვარჯიშების კომპლექსს. საწყისისთვის რომ мотиваცია მოგცეთ, ჩემს საკუთარ ისტორიას გიამბობთ. იმიტომ რომ დადებითი მაგალითი ვფიქრობ თქვენზეც დადებითად იმოქმედებს და მოგცემთ мотиваციას ივარჯიშოთ. როცა სკოლაში ვსწავლობდი, მხედველობა იდეალური, კარგი მქონდა. მაგრამ სწავლის ბოლოს, იმის გამო რომ ძალიან მიხვარდა წიგნების კითხვა, ალბათ იმიტომაც რომ არასწორ პოზაში ვკითხულობდი, წოლაში ძალიან მიხვარდა წოლაში კითხვა, აი ასე, იცით? დავწოლილი ხავი ბალიჟზე, თავი დამედო, წიგნი ამეღო და წამეკითხა. მაგრამ სამწუხაროდ სკოლის პროგრამით არ ვკითხულობდი, სხვადასხვა დეტექტივები მიყვარდა და ძალიან ბევრს ვკითხულობდი დღეში. შეიძლება მთელ წიგნს ვერ ვამთავრებდი, მაგრამ წიგნის მნიშვნელოვან ნაწილს ვკითხულობდი. ამიტომაც აი ესეთი მდიდარი ლექსიკური მარაგი ჩამომიყალიბდა, როგორც ხედავთ. ბევრი სვამდა ამ კითხვას, ახლა კი პასუხები მიღებულია. მეგობრებო, შესაძლოა ამის გამო დაიწყო გაუარესება. შემნიშნე რომ მხედველობა აღარ იყო ისეთი მკვეთრი როგორც ადრე, მაგრამ არც იმდენად ცუდი იყო რომ მენერვიულა. და როცა უკვე მეორე კურსზე ვსწავლობდი, მგონი სამედიცინო უნივერსიტეტში, ჩვენთან ჩატარდა სამედიცინო შემოწმება, სადაც მთელი ჩვენი კურსი სპორტ დარბაზში შევკრიბეს და იქ ასე სწრაფად გვატარებდნენ სხვადასხვა ექიმებთან. და მათ შორის იყო ოფთალმოლოგი, რომელმაც მხედველობის სიმახვილე შემიმოწმა და აღმოჩნდა, რომ მხედველობა საკმაოდ დამიქვეითდა. შესაძლოა ეს ყველაფერი იმასთან იყო დაკავშირებული, რომ თვალებზე დამატებითი დატვირთვა მქონდა. ძალიან ბევრი სამედიცინო ლიტერატურის საკითხვა მიწევდა. და მოკლედ რო ვთქვა, ჩემი მოგონებებით, სადღაც ამ ორი სტრიქონიდან რაღაცას ვხედავდი. ეს გამოდის ზემოდან, თუ შევხედავთ, 1, 2, 3, 4, 5. მეხუთე, მეექვსე სტრიქონი ზუსტად ჩანდა. აი აქ, აი შემდეგ, რაღაც გაუგებარი ბუნდოვანი იყო. აი და ეს უკვე შემაწუხა, მივხვდი, რომ რაღაც უნდა გამეკეთებინა. და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც ვამჩნევდი, რომ მიჭირდა მომავალი ტროლეიბუსის ნომრის გარჩევა. და გადავწყვიტე ამ საკითხით სერიოზულად დავკავებული ხავი. დავიწყე სხვადასხვა ვარჯიშების ცდა. ზოგს შედეგი მოქონდა, ზოგს კი პირიქით, თვალებში დაძაბულობას იწვევდა. და აღმოვაჩინე ესეთი კანონზომიერება, რომ ზოგიერთი ვარჯიში ცოტა დასახვეწია. ამიტომ დავიწყე მათი ცოტათი ჩემზე მორგება. დავიწყე დაკვირვება, რა უფრო მეტ შედეგს იძლეოდა რა ნაკლებს. და საბოლოოდ შევძელი ჩემი მხედველობის არდგენა. აი ესე. უკვე სადღაც ბოლოს ესეთი შემოწმება ალბათ 3 წლის წინ მქონდა, როცა მართვის მოწმობას ვახანძლივებდი. ან რა ვიცი, ცოტა ხნის წინაც ასევე გავიარე შემოწმება და მოკლედ მეუბნებიან, აი ეს სტრიქონი წაიკითხე, ეს სტრიქონი კი ყველაზე ქვედა არა, მესამეა ქვემოდან. მე ვკითხულობ მას, ვამბობ, კარგი, კიდევ ხო არის ორი სტრიქონი. გაოცდა ოფთალმოლოგი და მეკითხება, და შენ ეს ორი სტრიქონიც ხედავ? მე ვუთხარი, კი, რა თქმა უნდა. მიუკითხე მას თითოეული ასო, მკაფიოდ და ხმამაღლა და ის გაოცდა. მეუბნება, ესე იგი, შენ მხედველობა 1-ზე მეტიც გაქვს. გაითვალისწინე, მეუბნება. მე ვუთხარი, გასაგებია, მაგრამ ეს ვარჯიშების წყალობით მაქვს ასე და ის დაინტერესდა. და აი, მოკლედ რო ვთქვათ, შეიძლება კიდევ უფრო გააუმჯობესო შენი მხედველობა, რომ ის 1-ზე მეტიც კი იყოს. წარმოიდგინეთ, ესეთი მხედველობაც არსებობს თურმე. ანუ არის ნორმა, რომლის მიხედვითაც უნდა ხედავდეთ მაგალითად ქვედა ხაზს. და შემდეგ თუ უფრო დიდ მანძილზე გადახვალთ და მაინც ხედავთ, ეს უკვე აუცილებლად არ ითვლება, რომ თქვენი მხედველობა 1-ზე უკეთესია. მაგრამ განვითარება არ აწყეს, თუ ვინმე სურვილი აქვს.
მაგრამ უმეტესობისთვის საკმარისია, რომ უბრალოდ ერთიანთან ახლოს იყოს. ეს ერთი მიმართულება, ანუ ისე გავაკეთოთ, რომ შორს კარგად ხედავდეთ და მეორეა ისე გავაკეთოთ, რომ ახლოდანაც კარგად ხედავდეთ. ასაკობრივი შორს მხედველობა რას ნიშნავს? შორს მეტნაკლებად ყველაფერს ვარჩევთ, ახლოდან ცუდად ხედავთ. უკვე გვიწევს სათვალის ტარება იმისთვის, რომ წავიკითხოთ. როგორ ვებრძოლოთ ამასაც გაჩვენებთ. მეგობრებო, ბრძოლა კი არა, მდგომარეობის გაუმჯობესებაც შეიძლება. თუ თქვენ გაგიჩნდათ ეს პრობლემა, შეგიძლიათ ისე გააკეთოთ, რომ სათვალის გარეშე ისევ შეძლოთ კითხვა, თუ ასეთი სურვილი გაქვთ. თუ სათვალეს შეეჩვიეთ, მაშინ გთხოვთ გამორთეთ და აღარ შეგვაწუხოთ. ჩვენ ჯანსაღი ცხოვრების წესის და მკვეთრი მხედველობის მოხარულებს გველოდება საინტერესო მოგზაურობა თვალის ვარჯიშების სამყაროში. მეგობრებო, როგორც დღეს მეცნიერებისთვის და ჩვენთვის ცნობილია, თვალს გარს აკრავს თვალის მოძრავი კუნთები, ხოლო თვალის შიგნით მდებარეობს კუნთები, რომლებიც ცვლიან ბროლის სიმრუდეს. ორივე ეს კუნთი აუცილებელია მხედველობის ფოკუსირების მექანიზმში. ანუ არსებობს სხვადასხვა თეორია, მაგრამ პრაქტიკაში ნახეთ რა ხდება. მხედველობის ფოკუსირებას თან ახლავს თვალის მოძრაობა. ანუ ზოგჯერ თვალის მოძრავ კუნთებს თითქოს საერთოდ არ აქცევენ ყურადღებას, თუმცა არსებობს მხედველობის ართგენის მეთოდები, რომლებიც მთლიანად დაფუძნებულია თვალის მოძრავი კუნთების ვარჯიშზე და საკმაოდ წარმატებულიცაა. ჩვენ ორივე ტიპის კუნთს მივაქცევთ ყურადღებას და საჭიროა მათი მუშაობის სინქრონულობის მიღწევა. თვალის მოძრავი კუნთები ყველასთვის გასაგებია რას აკეთებენ. მათი ერთი ფუნქცია თვალის მოძრაობა ფიქსირებულ თავთან ერთად. ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის თვალის კაკლის სხვადასხვა მიმართულებით მოძრაობა. იმის წყალობით, რომ ისინი რამდენიმეა, ისინი სხვადასხვა კუთხით არიან განლაგებული. თვალის კაკლების მოძრაობა პრაქტიკულად შეუზღუდავია ნებისმიერ მიმართულებაში. ისინი შეუძლიათ იმოძრავონ მარჯვნივ მარცხნივ, ზემოთ ქვემოთ, ნებისმიერ მიმართულებაში. კუნთები, რომლებიც ჩვენს თვალშია ცილიარული კუნთი, რამდენიმე მიმართულების ბოჭკოები აქვს, ისინი ცვლიან ბროლის სიმრუდეს, ცვლიან ბროლის სისქეს და ამის ხარჯზე ხდება ფოკუსირება. მოკლედ, ამის ხარჯზე ფოკუსი ხდება ბადურაზე, იმის გამო, რომ ჩვენს ბროლმა შეცვალა თავისი სიმრუდე. კუნთი მის გარშემოა განლაგებული, რამდენიმე მიმართულების ბოჭკო აქვს, ესენი ცირკულარული ბოჭკოებია და ასეთებია რადიალური ბოჭკოებიც. აი ასე. და ერთი კუნთები ჩვენს ბროლს უფრო ბრტყელს ხდის, მას ავითროებს, სხვები კი აჭიმავენ პირიქით, რომლებიც ავითროებენ, უფრო ამობურცულს ხდიან, რომლებიც აჭიმავენ, უფრო ბრტყელს ხდიან. აი ეს არის თეორია. თავარია რომ პრაქტიკულად ეხლა თქვენ ყველაფერი გამოგივიდეთ. ეხლა მე გაჩვენებთ, როგორ ვავარჯიშებ და მომავალშიც ვავარჯიშებ და თქვენც ამას გისურვებთ და სწორედ ამ ვარჯიშებს. როცა ვამჩნევ, რომ ოდნავ მხედველობა სუსტდება, ცოტა ხარვეზი აქვს. ხშირად ასე ხდება, რომ იწყებს განათებაზე დამოკიდებულებას. ეს არის პირველი ნიშანი იმისა, რომ ცოტა უნდა მიხედო მხედველობას. ჩემთვის პირადად ეს არის განათებაზე დამოკიდებულება. როცა ვხედავ, რომ უფრო კაშკაშა, შუქზე უფრო მკაფიოდ ხედავ, ვიდრე ასეთ მქქალზე, ამ დროს ისევ ვიწყებ ვარჯიშებს და ისევ ვაღწევ ფენომენალურ შედეგებს, რასაც თქვენს გისურვებთ. მეგობრებო, დავიწყოთ ახლო მხედველობით. ანუ, დავიწყოთ იმით, რომ ვაუმჯობესებთ ჩვენს შორს ხედვას. ამისთვის დაგჭირდება კლასიკური თვალის შემოცმების ტაბულა, რომელიც ძალიან კარგად გამოგვადგება. ეს მათთვისაა, ვინც წერა-კითხვა იცის. ვინც მაგალითად ძალიან პატარაა, რომ ასოები იცოდეს ან ანბანი არ იცის, მათთვის არსებობს სხვადასხვა ასეთი ვარიანტები. სასაცილო ფიგურები.
აი ესეც გამოდგება, აქ გამოსახულია ჩაიდანი, სპილო, ნაძვი, იხვი და თვითმფრინავის სოკო. შეგიძლიათ გამოიყენოთ, ეფექტურობა არაფრით განსხვავდება. პირველი ვარჯიში ერთდროულად დიაგნოსტიკურიცაა, ის დაგეხმარებათ აირჩიოთ პოზიცია, რომელშიც თქვენი ძირითადი ვარჯიშები ჩატარდება. ნახეთ, პირველი თავიდან არის გასახურებელი და შემდეგ ერთდროულად პრაქტიკულიც იქნება. შეგიძლიათ ეს გააკეთოთ პირდაპირ ცხრილთან ერთად, შეგიძლიათ გააკეთოთ ეკრანის წინაც, ეხლა პირდაპირ თვალებში მიხუროთ. აი ასე. დააფიქსირეთ თქვენი მზერა რომელიმე კონკრეტულ წერტილზე, მაგალითად მიხურეთ მარჯვენა ან მარცხენა თვალში, ან ცხვირზე. უბრალოდ ეცადეთ ერთ წერტილზე იყოთ კონცენტრირებული. ეხლა რას აკეთებთ? თავს ატრიალებთ მარცხნივ და უკან, თავს ასწორებთ, ატრიალებთ უკან, ასწორებთ, ატრიალებთ, ასწორებთ. ამ დროს ვცდილობთ, რომ ზერა არ მოგშორდეთ იმ წერტილს, რომელსაც უყურებთ, შეგიძლიათ დაახამხამოთ თვალები. ერთ მხარეს აკეთებთ ამ მოძრაობას, შემდეგ მეორე მხარეს, მარცხნივ, მარჯვნივ. შემდეგ გაერთიანეთ ეს ორი წერტილი, ორი მოძრაობა, უკვე ატრიალებთ თავს მარცხნივ და მარჯვნივ, ანუ სრულად გამოდის. კისრის მოტრიალება მაქსიმალურად არ არის საჭირო, გააკეთეთ მანამ, სანამ ინარჩუნებთ კონტაქტს იმ წერტილთან, რომელსაც უყურებთ, ანუ არ არის საჭირო სადოთ უფრო შორს მოტრიალება. აი ანუ მოტრიალება ძალიან მცირეა, თვალი მიდის მაქსიმალური მოძრაობის ზღვრამდე, არ არის საჭირო კიდევ უფრო მეტად სადოთ. ეს საკმარისია განსაკუთრებული დაძაბვის გარეშე აკეთებთ ამ მოძრაობას. ერთ მხარეს, მეორე მხარეს, ეს იყო პირველი მოძრაობა. ასე აკეთებთ, დაახლოებით 10 გამეორება საკმარისია, ერთ მხარეს 5-დან 10-მდე გამეორება, შეორება შემდეგ მეორე მხარეს. ანუ ამ გზით თქვენ ათფობთ თქვენს თვალის მამოძრავებელ კუნთებს. ეხლა მეორე მოძრაობა. ზემოთ და პირდაპირ, ზემოთ და პირდაპირ და ასევე უყურეთ ერთ წერტილს, არ მოაცილოთ მზერა. შემდეგი ქვემოთ, პირდაპირ, ქვემოთ, პირდაპირ. შეგიძლიათ გააკეთოთ ჯდომით, შეგიძლიათ გააკეთოთ დგომით, მაგრამ წოლაში ალბათ თავი არ მობიხეხდებათ. ისე მოხერხებულად ვერ შემოbrunდება. ზემოთ, ქვემოთ. იგივეა, მოძრაობაც ასე 5-დან 10 ჯერ, 5-დან 10 ჯერ და მოძრაობაც გააკეთეთ 10 ჯერ, ზემოთ, ქვემოთ. კისერი აქ ძლიერად არ უნდა დაძაბოთ. თუ რაიმე დისკომფორტი გაქვთ კისრის ავეში, ნახეთ ვიდეო კისერზე და გააკეთეთ ვარჯიში კისრისთვის. მაშასე, შემდეგი მოძრაობა, შემდეგ ნახეთ რა ხდება. ვაკეთებთ შემოbrunებას, თვალი თავისი მოძრაობის უკიდურეს წერტილში აღმოჩნდება, როგორც ხედავთ. ეხლა ვუყურებთ ამ თვალს, რომელიც თქვენთან უფრო ახლოსაა, არა იმას, რომელსაც ცხვირი ფარავს. ეხლა ესეთი მოძრაობისას უფრო აქტიური ინფორმაცია მოდის ამ თვალიდან და ვაკეთებთ მოძრაობას ქვემოთ და ზემოთ. შეგვიძლია ცოტა უფრო მარტივადაც გავაკეთოთ, ანუ მოძრაობა ორად გავხოთ, ავწიეთ ზემოთ, დავწიეთ და აქ ქვემოთ დავწიეთ. ავწიეთ, ისევ ქვემოთ დავწიეთ, შუამდე. და შემდეგ მთლიან მოძრაობას ვაკეთებ. ასევე ვცდილობთ, რომ ზერა არ მოვაშოროთ იმ წერტილს, რომელსაც უყურებთ, იგივე შეგვიძლია მეორე მხრიდანაც გავხოთ. ნახევარი მოძრაობა გავაკეთოთ ზემოთ, ქვემოთ, ზემოთ, ქვემოთ. ერთ მხარეს, მეორე მხარეს. შემდეგი მოძრაობა. ვწევთ ზემოთ. თვალი ქვედა კიდეზე აღმოჩნდება თითქოს თვალბუდის ქვედა წერტილში და ამ მდგომარეობაშიც იგივე ვაკეთებთ. ერთ მხარეს 5-დან 10 ჯერ, მეორე მხარეს 5-დან 10 ჯერ და საერთო მოძრაობა ერთ მხარეს, მეორე მხარეს, ერთ მხარეს, მეორე მხარეს. მესამე, ან უკვე მერამდენ თავად დაითვალეთ. აი ანუ წევთ თავს ქვემოთ. ქვემოთ დავწიეთ. ან შეიძლება აქ ცოტა არ იყოს მოსახერხებელი, როცა თავს ქვემოთ წევს, არ არის ძალიან მოსახერხებელი თავის მარჯვი და მარცხნივ მოძრაობა. აი მეორე ვარიანტი, აქ მაინც შეგიძლიათ მზერა ზემოთ ასწიოთ და ამ მდგომარეობაშიც გააკეთოთ მოძრაობა ერთ მხარეს, მოძრაობა მეორე მხარეს და აი ორი ვარიანტია.
შემოbruneba მარცხნივ-მარჯვნივ, მარცხნივ-მარჯვნივ. აი ახლა ჩვენ თქვენთან ერთად გავიარეთ მოძრაობის უკიდურეს წერტილებში გამოდის, ანუ რას ვაკეთებდით თქვენთან ერთად? ჩვენ ჯერ თქვენთან ერთად გავაკეთეთ მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ ჰორიზონტალურად. მოძრაობა ზემოთ-ქვემოთ გავაკეთეთ ცენტრალური წერტილებიდან. შემდეგ გავაკეთეთ მოძრაობა უკიდურეს მარცხენა და უკიდურეს მარჯვენა წერტილში. აი აქ, აი. შემდეგ გავაკეთეთ ზედა წერტილებში მოძრაობა მარჯვნივ-მარცხნივ და ქვედა წერტილებში. ყველგან გადავადგილეთ. იყო ადგილები, სადაც მოძრაობა უფრო მარტივად, კომფორტულად, ჩვევით ხდებოდა და იყო ისეთი მდგომარეობები, სადაც თითქმის ვერ ვახერხებდით მზერის ერთ წერტილზე დაჭერას. მაგრამ პირადად ჩემთვის თავიდანვე ყველაზე რთული იყო ეს ზედა ნაწილი, ანუ როცა თვალი ზედა მდგომარეობაშია. ყველაზე რთული იყო ამ მდგომარეობის შენარჩუნება. შემდეგ დროის განმავლობაში ვარჯიშების შედეგად სხვაობა აღარ დარჩა და ერთ-ერთი გვერდითიც ასევე. ეხლა უკვე ვერ ვიტყვი, აღარ მახსოვს, მაგრამ ვარჯიშის დროს ეს უნდა გაითვალისწინოთ. მაგალითად, ისევე როგორც მე მქონდა მაგალითად, თქვენ შეიძლება უფრო რთული მდგომარეობა გქონდეთ. სარკესთან ახლოს სასარგებლოა ეს მოძრაობაც გააკეთოთ, მაშინვე შეამჩნევთ, რომ გარკვეულ მოძრაობებზე თავი თავისუფლად ტრიალებს, მაგრამ მაგალითად რომელიღაც პოზიციაში ის იწყებს ასე თითქოს, აქეთ-იქით მოძრაობას. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ თვალებსა და კისრის კუნთებს შორის მოძრაობა არ არის სინქრონიზებული, ამ მოძრაობას მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. და დაუშვათ თქვენთვის ეს პოზიცია ყველაზე უარესია ვიდრე დანარჩენები. მაშინ თქვენი ვარჯიში უნდა იყოს იმ პოზიციაში, როცა თვალი ზემოთ არის მიმართული. მაშინ თქვენთვის მოსახერხებელი იქნება, რომ ცხრილი ოდნავ მაღლა განათავსოთ. და თქვენ თვითონ მაგალითად თუ ზიხართ და ვარჯიშობთ ისე, რომ მოგიწიოთ ოდნავ ზემოთ ხურება, აი ასე, ანუ თქვენი ძირითადი ვარჯიში სწორედ ასეთ პოზიციაში იქნება. თუ შეამჩნიეთ, რომ საშუალო მდგომარეობა აი ეს ცოტა უარესია, მაშინ დაგჭირდებათ თვალის დონეზე დაახლოებით ვარჯიში. თუ შეამჩნიეთ, რომ ეს ქვედა ყველაზე ცუდად გამოგდით, მაშინ ქვედა დონეზე ივარჯიშეთ. გვერდითებს ჯერ არ ვეხებით, აი ესე. ეხლა მხოლოდ ზემოთ-ქვემოთ დონეს ვადგენთ, ამას ვსწავლობთ. თქვა მდგომარეობასთან დაკავშირებით, შეიძლება სცადოთ სხვადასხვა პოზიციაშიც კი. თუ მაგალითად ვერ შეამჩნიეთ განსხვავება, მაშინ სასარგებლო იქნება ვარჯიში. როგორც ზედა პოზიციაში, ასევე შუაში და ქვედაში. განსაკუთრებით, მაგრამ ხშირად მაინც სწორედ ამ ზედა პოზიციაშია მოძრაობა უფრო ცუდი, ანუ ყველაზე ხშირად ასე ხდება. მჯდომარე ზემოთხურებით ვარჯიშის გაკეთება. უმეტესობისთვის, რადგან სწორედ ეს მოძრაობა უფრო სუსტად არის განვითარებული, ასე რომ ეს იყო პირველი ეტაპი, გასახურებელი და ერთდროულად დიაგნოსტიკური. ეხლა ჩვენ ერთად შევასრულებთ ამ სავარჯიშო კომპლექსს, რომელიც კარგ შედეგს იძლევა. რით განსხვავდება კლასიკური მოძრაობის სავარჯიშოება? ანუ ყველა ვინც ოდესმე უცდია ვარჯიშებით მხედველობის გაუმჯობესება, იცის ვარჯიში, სადაც უხურებთ გვერდით, მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ. ეს არ არის ძალიან კარგი ვარჯიში, რადგან ამ დროს თვალის მოძრაობა ხდება წვეტილად, ის არ არის ისეთი თანაბარი, როგორც მაშინ, როცა მაგალითად თვალს ვაფიქსირებთ და თავს ვამოძრავებთ. ეს თითქმის იგივეა, რაც მაშინ, როცა თვალს ვამოძრავებთ, მაგრამ იმის გამო, რომ იმ მომენტში, როცა თვალს ვამოძრავებთ, თვალი გვინდა თუ არა იწყებს საგნებზე ფოკუსირებას, ამ დროს ცილიარული კუნთი იტვირთება. თუ მასთან პრობლემებია, ეს მისთვის ძალიან კარგი არ არის.
მაგრამ არსებობს ვარიანტი, ეს ვარჯიშები დახუჭული თვალებით გავაკეთოთ. მაგრამ მინუსი ისაა, რომ ეს თვალის მოძრაობის კუნთებზე კარგად არ მოქმედებს. მაგრამ ამ შემთხვევაში ისინი დანარჩენებისგან მოწყვეტილები არიან, თითქოს ძალიან იზოლირდებიან ყველაფრისგან ამ ვარჯიშების დროს. თუმცა ეს მაინც სჯობს, ვიდრე გახელილი თვალებით ვარჯიში. ეხლა შემდეგ ვარჯიშს ვაკეთებთ ბროლისათვის. არსებობს მოსაზრება, რომ ბროლი მთელი ცხოვრება იზრდება და ამის გამო კარგავს ელასტიურობას. და გვინდა ეს თუ არა, დროთა განმავლობაში შოსტხედველობა ყველას გველოდება, მაგრამ ნახოთ, გამოწვევას უცხადებ. ოფთალმოლოგების მტკიცებებსა და ზარდ ბროლს. შეიძლება ამ ვარჯიშების გამოყენებით მისი ელასტიურობის შენარჩუნება შევძლოთ. ნახოთ, ჯერჯერობით შემიძლია კითხვა სათვალის გარეშე, მხედველობა მკვეთრია როგორც შორს, ისე ახლოს, ვნახოთ, შევძლებთ თუ არა მის შენარჩუნებას. შევხვდებით 10-15-20 წლის შემდეგ, მაშინ შეამოწმებთ და მეტყვით, შეძლეთ თუ არა. თქვენც ასე რომ უყურეთ. აქ ჩვენ ვავარჯიშებთ ამ ცილიარულ კუნთს. პირველი ნიშნები იმისა, რომ მასთან რაღაცას რიგზე არ არის, ასეთია. კი უკვე გასაგებია, როცა ახლოდან კარგად ვერ ხედავთ, ეს მაშინ ხდება, როცა რამეს ესეც მიუთითებს იმაზე, რომ არსებობს ასეთი რამ, როგორც აკომოდაციის სპაზმი. კუნთი აღარ არის ისეთი ელასტიკური, თავად ბროლოც კარგავს ელასტიურობას. და მოდით ამ ელასტიურობას ნელ-ნელა აღვადგინოთ. ამიტომ ამისთვის თქვენთვის მომზადებულია ტაბულა. და თქვენ. თქვათ. აი ამ მანძილზე თქვენ ყველა ხაზს მკაფიოდ ხედავთ. და იწყებთ ცოტათი უკან დახევას, პოულობთ ისეთ მანძილს, რომელზეც თქვენ იწყებთ. მოდით ასე გავაკეთოთ, რომ შორს არ წავიდეთ. თითქოს ამ ხაზს კარგად ხედავ, ხოლო აქ უკვე ცოტა დაბინდულია. აი დავდექი, ვიპოვე ასეთი მანძილი, დავუშვათ დასაწყისისთვის ხელის მანძილზე დავდექით. თუ აქ უკვე გაქვთ ისეთი ხაზები, რომლებიც მკაფიოდ გესახებათ და სადაც გამოსახულება უკვე არ არის ძალიან კარგი, ამ მანძილზე რჩებით. თუ აქ ყველაფერს კარგად ხედავთ, მაშინ ცოტა უფრო შორს უნდა გადახვიდეთ. აი გადადიხართ უფრო შორს და მაგალითად უკვე გაჩნდება ხაზი, რომელსაც კარგად ვეღარ ხედავ. ეს შეიძლება იყოს ასოები, შეიძლება იყოს სახალისო გამოსახულებები, სხვადასხვა. და იწყებთ ვარჯიშს. აი ბუნდოვანი ხაზი, იწყებთ, ირჩევთ 1 ან 2 ასოს. ეს კიდევ დამოკიდებულია სიგანეზე, მხედველობის ველზე. კიდევ სხვათა შორის არსებობს ვარჯიშების ჯგუფი მხედველობის ველის გასაფართოებლად და იმისთვის თუ როგორ გააუმჯობესოთ თქვენი მხედველობა პერიფერიული მხედველობის გაუმჯობესებით. ესეც არის იქ ვარჯიშების კომპლექსში, ნახეთ. მას ჩვენ ვიპოვეთ დაბინდული ხაზი, ეხლა ავირჩევთ რომელიმე ასოს. მაგრამ თუ თქვენ მხედველობის ველი ფართოა, როცა ერთ ასოზე დააკვირდებით, გვერდებზე კიდევ დაინახავთ ასოებს, მაგალითად რომლებიც იქ არის. 2 ასოს, ან თუნდაც ორივე მხრიდან 2 ასოს. და თქვენ კონცენტრირდებით ერთ კონკრეტულ ასოზე, უყურებთ მას და რისკეთებას იწყებთ. ცოტა წინ გადადგამთ ნაბიჯს და გამოსახულება უფრო მკაფიო ხდება, უკან იხევთ. და ისევ ბუნდოვანი ხდება. არჩევთ მოძრაობის ისეთ ამპლიტუდას, რომ არც ძალიან ბევრი იაროთ, მაგრამ ეს განსხვავებაც იგრძნოთ. ანუ ეს დაახლოებით 1 ნაბიჯია. აი გადადგით ნაბიჯი და უფრო მკაფიოდ ხედავთ. ნაბიჯი უკან გადადგით, გამოსახულება იბურავდება. უფრო მკაფიოდ იბურავება. დადექით ისეთ მანძილზე, შეარჩიეთ ისეთი მანძილი,
მივუახლოვდით, რომ უკვე მკაფიოდ ხედავდეთ ამ 100-ს. ანუ მაგალითად, აქ მე 100 მეს ვხედავ, დაუშვათ ცუდად. დგამ ნაბიჯს აქ კარგად ვხედავ, მაგრამ ვამჩნევ, რომ ნახევარი ნაბიჯის მანძილზე უკვე ვხედავ მას. აი ვჩერდები ნახევარი ნაბიჯის მანძილზე, აი ვარჩევ მანძილს, აი აქ ვხედავ მას, აი აქ უკვე აღარ ვხედავ, აი აქ ვხედავ, აი აქ აღარ ვხედავ. და პრაქტიკულად 1 წუთის განმავლობაში ამ მოძრაობას აკეთებ. გადადგით ნაბიჯი, უკან დაბრუნდით. გადადგით ნაბიჯი, უკან დაბრუნდით. ნიშნულობა არ აქვს, რომელი ფეხით აკეთებთ ამას ერთით. მეორეთი ამ მოძრაობებს აკეთებთ, ბებს აკეთებთ. შემდეგი ეტაპი. იპოვეთ ისეთი მანძილი, სადაც თქვენ გაქვთ არის მკაფიო ხაზი და დაბინდული ხაზი. დაიწყეთ მზერის გამახვილება რომელიმე დაბინდულ ასოზე. და დაიწყეთ ამ მოbrunებების გაკეთება, რაც ჩვენ წინა ვარჯიშებაში გავაკეთეთ. მარჯვნივ, მარცხნივ, ზემოთ, ქვემოთ. 10-დან 15-მდე, 20-მდე მოძრაობა. და გარკვეული დროის შემდეგ, მაგალითად 1-2 წუთის შემდეგ, ამჩნევთ, რომ გამოსახულება უფრო მკაფიო გახდა. აქ თუ მანძილის საშუალებას გაძლევთ, შეგიძლიათ ერთი ნაბიჯით უკან დაიხიოთ, თუ ქვედა ხაზებზე მუშაობთ. თუ ოთახის მანძილი ამის საშუალებას არ გაძლევთ, მაშინ უბრალოდ გადაიტანეთ მზერა ქვედა ხაზზე. და იგივე გააგრძელეთ, გააკეთეთ ეს მოძრაობები. თუ შეამჩნიეთ, რომ რომელიღაცა პოზიციაში მოძრაობა უკეთესია, რომელიღაცაში კი უარესია, ამასაც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ანუ მაგალითად, თუ შეამჩნიეთ, რომ ზედა პოზიციაში, აი პირველი ვარჯიში, რომელიც გავაკეთეთ, მოძრაობა უფრო მძიმედ მიდის, ნაკლებად კოორდინირებულია. შეგიძლიათ ან ცხრილი ზევით ჩამოკიდოთ და ასე იაროთ, ზემოთ, ქვემოთ უხუროთ, უბრალოდ თავი-თავი არ ასწიოთ. თავარია, რომ თავი სწორად გქონდეთ, მზერა აი აქ უნდა აიწიოს, აი აქ. ან შეგიძლიათ სკამზე გააკეთოთ ეს, მაგრამ სკამზე მხოლოდ მოტრიალებას შეძლებთ, ზემოთ, ქვემოთ მოძრაობა არ გამოვა. იგივეა, ხო? შემდეგ აგრძელებთ დახრით, უყურებთ თქვენს დაბინდულ ასოს, დახრით ერთ მხარეს, მერე მეორე მხარეს. ანუ იქნებიან ისეთი პოზიციები, რომლებიც მოუხერხებელია ამას შეამჩნევთ. აი ესეთ პოზიციებში ცოტა უფრო დიდხანს გაჩერდით, მერე დროთა განმავლობაში უფრო დაბლა შეძლებთ ამის გაკეთებას. ვარჯიშები მათთვის, ვისაც ახლოდან ცუდად ხედავს. ძალიან გავს, პრინციპიც იგივეა. უბრალოდ ყველაფერი ახლო მანძილზე უნდა გააკეთოთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ცხრილი, ყოველდღიურ ცხოვრებაში კი შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი საკუთარი ტელეფონი. და აქ უფრო მოსახერხებელია თუ ცხრილს იყენებთ, შეგიძლიათ მიუახლოვდეთ ან დაშორდეთ, მაგრამ აქ ამპლიტუდა ასეთი დიდი არ არის. ანუ აი აქ გააკეთეთ, აქ გააკეთეთ და განსაკუთრებით სწორედ ვარჯიშებში. შორს მხედველობისთვის, რადგან ჩვენ უმეტეს დროს მაინც ასე მკითხულობთ, აი აქ ხედავთ, მაშინ ჩვენთანაც კუნთი ეჩვევა მუშაობას გარკვეულ მდგომარეობაში, ასევე კუნთების გარკვეული სპაზმია. ასეთი კუნთოვანი დისბალანსი ვითარდება თვალების მუდმივი ქვემოთ მიმართული მდგომარეობის გამო. ამიტომ არ ყოფნის დატვირთვა, როცა თვალები ზემოთ მუშაობენ. აქაც ძალიან სასარგებლოა ვივარჯიშოთ ამ ზედა მდგომარეობაში. ანუ ასეთი ვარჯიშის შედეგად შენიშნავთ, რომ ისიც კი რაც გადატვირთული იყო, მოდუნდება. იმიტომ რომ კუნთი, რომელიც დიდხანს არ მუშაობდა, თუ დავტვირთათ, იქ სისხლი მივა და უკეთესად გახდება. ხოლო ის, რომელიც გადატვირთული იყო, მოდუნდება. მაშასე ვარჯიშის კიდევ ერთი თავისებურება. ახლოდან ვარჯიშის თავისებურება ისაა, რომ აქ სასურველია კარგი განათება. ანუ როცა ჩვენ თქვენთან ერთად ვავარჯიშებთ რამეს ახლოდან, მაგრამ თუ ამას ტელეფონზე აკეთებთ, იქ უკვე კარგი განათება გაქვთ, ხო ასეა. მაგრამ სასურველია, რომ ირგვლივაც ყველაფერი განათებული იყოს. მაგრამ თუ ამას მაგალითად ცხრილთან ერთად აკეთებთ, კარგია რომ ის ფანჯარაზე ასე დღისით დაკიდოთ. ეს სწორედ ახლოდან ვარჯიშისთვისაა, ხოლო როცა ვარჯიშობთ ცოტა მოშორებით, აქ ყველაზე საინტერესო იწყება.
კაშკაშა განათება სწორედ რომ არ არის საჭირო, როცა ვარჯიშობდი, შევნიშნე ესეთი ეფექტი. თუ ვარჯიშობთ ოდნავ ასეთ, არა ძალიან კაშკაშა განათებაში და სწავლობთ ხედვას, მაგალითად, არა კაშკაშა განათებაში ამ ხაზს ხედავთ, ხოლო კარგ მკვეთრ განათებაში უკვე მარტივად დაინახავთ ამას. ესეც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს ვარჯიშებში. მეგობრებო, ყველაფრის მოყოლას ვერ ვასწრებ, მაგრამ უკვე ის, რაც ეხლა გაჩვენეთ, ძალიან კარგ შედეგს იძლევა. და რა გითხრათ? სცადეთ, შემატყობინეთ, რა გამოგივიდათ. ახალ გადაცემებამდე.